შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. ეპილოგი მერვე. მე მგონია ჟან კრისტოფმა სამსახური გამიწია, რადგან წარსულის უდიდესი ტვირთისაგან გამათავისუფლა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი სიხარულით მავსებს ახალი ცხოვრების ხილვა. რომენ როლანი. ზაფხულის დამდეგს პროსპექტზე კორნელის ერთხელ ვანო მახათაძე შეეყარა. სად ახარ, შეკაცო? სად დაიკარგე? რასა იქ? როგორ მიდის შენი მწერლობის საქმე? დაინტერესდა ვანო. სიმართლე გითხრა, არაფერს არ ვაკეთებ. უსაქმოდ დავეხეტები, აღიარა კორნელიმ. მიტოს გარდაცვალების მერმე ჭკუაზე არა ვარ. მუშაობას ვერ ვახერხებ. ეჰე, ეს კორნელი ჩემო არაფრად არ ვარგა. მიტო შენზე ნაკლებ არ მეწოდება, გახსოვდეს, ის არა მარტო მეგობარი იყო ჩემი, არამედ ბრძოლის ამხანაგიც. რამდენი კარგი, შესანიშნავი ადამიანი დაიღუპა, სხვანაირად არც იქნებოდა. მათი ხსოვნის ყველაზე უკეთესი დაფასება იქნება ჩვენი შემოქმედებითი შრომა. ახალი ცხოვრების დამკვიდრება. ნაღველი გადაიყარე. ახლა მაგის დრო არ არის. წამო ჩემთან წავიდეთ. ვანო მაშინ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურისა და პროპაგანდის განყოფილებას განაგებდა. იგი სასტუმრო ორიანტში ცხოვრობდა. მისი ოთახის საწერი მაგიდა წიგნებითა და ჟურნალებით იყო სავსე. ვანომ პირი დაიბანა. ტანისამოსი გამოიცვალა, სავარძელში ჩაჯდა და თავისი შეკითხვა გაიმეორა. მითხარი, როგორ მიდის შენი მწერლობის საქმე? სად არის შენი შამქორი? აკი გითხარი, ვერაფერს ვერ ვაკეთებ. უსაქმოდ დავეხეტები მეთქი. მუშაობისათვის განწყობა არა მაქვს. ერთ ადგილზე ვიყინები. ჩვენს ხანაში ეგ შეუწყნარებელი რამ არის. საჭიროა სწრაფვა და წინსვლელობა, რომ 1 წლის განმავლობაში გავაკეთოთ იმდენი რამ, რასაც სხვა ქვეყანა 10 წელს ვერ გააკეთებს. აი რა მოგვეთხოვება ახლა ჩვენ, არიგებდა ჭკუაზე მეგობარს ვანო. შენ ხომ იცი როგორი მუშაობა შემიძლია? ვიცი, მაგრამ რატომ ამბობ, ერთ ადგილას გავიყინე, თავში არაფერი მომდისო. ჩვენ არა გვაქვს უფლება ასე ვილაპარაკოთ. მოდი გაინძერი, საქმეს მოჰკიდა ხელი. ამ ზაფხულს სადაპირებ. ალბათ კარისმერეთში წავალ. კარგია. ვერსად ისე ვერ დაისვენებს კაცი, როგორც თავის მშობლიურ სოფელში. შავ ფიქრებს თავიდან ამოიღებ, ნერვებს დაიმშვიდებ და იქნებ მუშაობასაც შეუდგე. მე ისევ შენი მოთხრობა მაქვს მხედველობაში. დაამთავრე, მინდა ჩვენი ჟურნალის მორიგ ნომერში დავბეჭდო. გახსოვდეს, არ მიღალატო. როდესაც კარისმერეთიდან დაბრუნდები, ჩვენს ჟურნალში იმუშავებ. რას გწერენ კარისმერეთიდან? იწერებიან, რომ აღმასკომის თავმჯდომარედ ჩვენში გალაქტიონ გელაშვილი აირჩიესო. სხვა არაფერი გაგიგია? სხვა რა? ის რომ ჯალათი და არამზადა დათაყიფიანი
იმავე მუხაზე დაჰკიდეს, რომელზედაც გოჯასპირი იყო ჩამოხრჩობილი. ეს სასტიკი, მაგრამ დამსახურებული სასჯელია, შენიშნა კორნელიმ. ვანოსთან შეხვედრამ და საუბარმა ისევ გამოაფხიზლა იგი. კარისმერეთში ჩასვლისთანავე გაიგო, რომ დედას დიდად არ უგლოვია ადგილ-მამულის ჩამორთმევა. არც ხანი, არც გატეხილი ჯანი საშუალებას არ აძლევდა მას ისე გაძღოლოდა მეურნეობას, როგორც წინათ. ჩემთვის ახლა ეს სახლი და დარჩენილი კარმიდამოც დიდია. მალე ალბათ 3 ღერი ფიცარი და 3 ადლი მიწა მეყოფა. ამ უკანასკნელ ხანს ტერეზა ერდბაშად დაბერდა და მოტყდა. იგი უფრო და უფრო ხშირად უჩიოდა შვილს, რაღაც მოურჩენელი სენი მეძგერა და გულღვიძლს მიღრღნის. კორნელი ისევ ბევრს კითხულობდა, წერდა. ივანესთან ერთად სოფელში მეზობელ გლეხებთან დაიარებოდა და ცხოვრებას ეცნობოდა. მან არამც თუ დაამთავრა შამქორი, არამედ საჭირო შენიშვნებიც კი გააკეთა 2 ახალ მოთხრობისათვის. მაგრამ გატაცებული მუშაობის დროს არ ავიწყდებოდა ავადმყოფი დედა და წარეთ ფიქრობდა, რა დაემართა, რაიმე არ მოუვიდეს. გრძნობდა, რომ მასთან სამუდამოდ განშორების საბედისწერო დღე ახლოვდებოდა. ელენემ და დათამ თბილისში დაბრუნება მიზანშეწონილად არ ჩათვალეს და კარისმერეთში დაცდა არჩიეს. ჟორდანიას მიერ შეპირებული თანამდებობა განათლების მინისტრისა დათამ სიხარულით გაცვალა კარისმერეთის საშუალო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. მალე კარისმერეთში კორნელის ძმა ევგენიც ჩამოვიდა, რომელიც პარიზში მეცნიერული მივლინებიდან დაბრუნებულიყო და ახლა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრას ჩასდგომოდა სათავეში. ევგენისთან ერთად ჩამოვიდა მისი მეუღლე, კალმით ნახატი მზეთუნახავი თამარ მაჩაბელი. თამარი მის კათედრასთან ასისტენტად მუშაობდა. მას ჩინებული ხმა ჰქონდა და იგი მუსიკისა და პოეზიის მოყვარულ იონა ჩხეიძეს თავის სიმღერით ატკბობდა. გვიანი შემოდგომა დადგა. ერთხელ მოღრუბლულ სუსხიან დღეს კორნელი სოფლიდან ქუთაისში წავიდა. იგი დილიჟანსის მგზავრებთან ერთად სიგუნავას ნაცნობ დუქანთან გაჩერდა. მასთან გამხდარი ვიღაც გლეხი მივიდა. გლეხს გაწუწული ჩაბალახით წაეკრა თავი. შარვალი მუხლამდე დაეკარწახა და ირთამდე სავსე დიდი ხურჯინი მხარზე გადაეკიდა. კორნელი ტალახში ამოგანგლულ ფეხებზე, ბანჯგვლიან გამხდარ წვივებზე დააცქერდა. მერმე სახეში შეხედა და უმალ იცნო ბეგლარ სანიკიძე. ისინი ერთმანეთს მიესალმნენ და კარისმერეთის ამბებზე გააბეს საუბარი. კორნელი დაგლახავებულ ბეგლარს მისჩერებოდა და მასში მომხდარი დიდი ცვლილება ძალიან აოცებდა. რახანი არ ენახა იგი და ახლა ის დრო მოაგონდა, როცა ბეგლარი მოურავი იყო ოტიამდივნისა, რომელიც თავის მდიდარ ადგილ-მამულს გამოემშვიდობა და ამ 1 წლის წინათ სიღარიბეში დალია სული. რა იცოდა ძლიერი და მდიდარი ბატონის ფრთისქვეშ გალაღებულმა და ბედნიერმა ბეგლარმა მაშინ, ფიქრობდა კორნელი, რომ ბაბოს მეორე და მესამე შვილი შეეძინებოდა მისგან და ოტიას გარდაცვალების მერმე ორწყება ოჯახის შენახვა და მისთვის ზრუნვა წელში გაწყვეტდა. განა წარმოიდგენდა მაშინ, რა ტანჯვით გაჭირვებით უნდა ეშოვნა და ეთრია ფუფუნება შეჩვეული ბაბოსა და მისი შვილებისათვის ქუთაისიდან ზედაზენში ტანისამოსი, ფეხსაცმელი, თეთრი პური
ნამცხვარი და შაქარი და ქარსა და ბუქში წყალდიდობის დროს უბორნო ყვირილაში დაკარწახებული შესულიყო, რომ შორს არ იყო ის დღე, როცა გლეხები ოტიას მიწებს, კამეჩებს, ხარებს, ცხენებს ჩამოართმევდნენ და მას, ბეგლარს, ქუთაისსა და ზედაზეს შორის ქვეითად უნდა ევლო, რომ გატენილი ხურჯინის და ტომრის ტვირთქვეშ მოხრილს ბნელი მთის აღმართის აყალო მიწა ეზილა, დაჭიმული ძარღვები კისერზე დაასხდებოდნენ და თვალები აჯამეთის მშიერ მგელივით აღენთებოდნენ. რა იცოდა მაშინ ბეგლარმა, რომ განებივრებული, ბრძანებელი ბაბო თავის არშიხს არ დაინდობდა, წურბელივით სისხლს გამოსწოვდა და ჯაგლაგ და ჯახრიკა ცხენს დაამგვანებდა. არ ეგონა მაშინ ბეგლარს, რომ ახლოვდებოდა ანგარიშის გასწორების საშინელი ჟამი, როცა ბაბოსთან გატარებული ტკბილი წუთები სასტიკად ჩამწარდებოდა. ასე ფიქრობდა კორნელი და ბეგლარს ისევ გაოცებით მიშტერებოდა. გზავრები სამი კიტნოდან გამოვიდნენ და მეეტლემაც თავისი ადგილი დაიჭირა ყოფოზე. კორნელი ბეგლარს საჩქაროდ დაემშვიდობა და უკვე დაძრული დილიჟანსის კიბეზე შეხტა. კორნელიმ მოთხრობა შამქორი დაამთავრა და მალე ჟურნალში ლიტერატურული განყოფილების გამგედ დაიწყო მუშაობა. 1923 წლის ივლისის პირველ რიცხვებში კორნელის ძმამ, აჭარის განათლების სახალხო კომისრად დანიშნულმა სტეფანე მხეიძემ ორთვიანი მივლინება მიიღო მოსკოვსა და ლენინგრადში სასწავლო საგანმანათლებლო მუშაობის დაყენების გასაცნობად. მან წინადადება მისცა კორნელის და იოანე მხეიძეს იმ მოგზაურობაში წაჰყოლოდნენ, რაზედაც ისინი სიამოვნებით დასთანხმდნენ. ეგ სიამოვნება და აღტაცება მათ თან ახლდათ გზაში, განსაკუთრებით კი მოსკოვსა და ლენინგრადში ყოფნის დროს. წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა კორნელიზე ლენინგრადმა. იქ ჩასვლის პირველ დღესვე იგი იონასთან ერთად სმოლნში გაეშურა, საიდანაც 1917 წლის ისტორიულ დღეებში ლენინი პეტროგრადის მუშების, ჯარისკაცებისა და მეზღვაურების შეიარაღებულ აჯანყებას ხელმძღვანელობდა. აქ სმოლნში საბჭოების მეორე ყრილობამ სოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს დაბადება და კაცობრიობის ისტორიაში ახალი ერის დასაწყისი გამოაცხადა. სამუდამოდ შეიჭრა კორნელის სულსა და გულში ჩრდილოეთ პალმირის მშვენიერი ძეგლები და ნაგებობანი, მონუმენტი ლენინი ჯავშნოსანზე ფინეთის სადგურთან, ზამთრის სასახლე, პეტრე პირველის ქანდაკება დეკაბრისტების მოედანზე, გრანიტის სანაპირონი და ნევის პროსპექტი. კორნელი და იონა დიდხანს და გულდასმით ათვალიერებდნენ ლენინგრადის მუზეუმებს, სურათების გამოფენებს, ხელოვნებათა მსოფლიო საგანძურს ერმიტაჟს. პეტერგოფი, კრონშტატი და სხვა ადგილებიც ინახულეს. ლენინგრადიდან წამოსვლის წინ ისინი ხრახნილის კიბით ისაკის ტაძრის გუმბათზე ავიდნენ. თვალწინ ქალაქის წარმტაცი პანორამა გადაეშალათ. შორს ჰორიზონტზე ზღვის უბე, ნევის შესართავი ჩანდა. ჩამავალი მზის სხივები ტალღებს ცეცხლს უკიდებდნენ, თითქო ხანძარიაო. კორნელის მოაგონდა, რომ აქ ძველ პეტერბურგში ბევრი ქართველი ეზიარა გერცენის, ბელინსკის, ჩერნიშევსკის რევოლუციურ იდეებს, რომ აქედან დაიწყო დიდებული თავისი გზა მწერალმა მოაზროვნემ და საქართველოს თავისუფლების მქადაგებელმა და მებაირახტრემ ილია ჭავჭავაძემ.
მოსკოვში ისევე როგორც ლენინგრადში მან ბევრი რამ ახალი იხილა. ახლებურად დაიწყო გეგმა იმ დიდი გამათავისუფლებელი ბრძოლისა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო. თავის ძმასთან სტეფანესთან ერთად კორნელი მიემგზავრებოდა მოსკოვის მახლობელ სოფლებში ტიმირიაზევის სახელობის ბოტანიკური სადგურების საცდელ მეურნეობაში. აქ ახალგაზრდა ნატურალისტებთან საუბრის დროს მას მოაგონდა თავისი მეგობარი ბიჭი აგოია, რომელმაც უკვე მუშფაკი დაამთავრა თბილისში. მოსკოვსა და ლენინგრადში მოგზაურობის შთაბეჭდილების ქვეშ კორნელიმ მოთხრობა ნელა დასწერა. შთაბეჭდილებათა დიდი მარაგი, რომლითაც იგი საქართველოში დაბრუნდა, მის წინაშე ლიტერატურული მოღვაწეობის ფართე ასპარეზს შლიდა. მან უკან რიგში დააყენა ახლა ყველაფერი ის, რაც მხოლოდ მის პირად ინტერესებს, ფიქრებსა და განცდებს ეხებოდა. თბილისში დაბრუნებისას კორნელიმ მაროსაგან შეიტყო, რომ ნინო გენადი ქადაგიშვილს ცოლად გაჰყოლოდა. ამ ამბავს იგი გარეგნულად დამშვიდებული შეხვდა. რა გაეწყობა მიუგო მან ჩუმად და აღელვებით. ალბათ ის სხვანაირად ვერც მოაწყობდა თავის ცხოვრებას. ეს შესაძლებელი და მახლობელი, მაგრამ განუხორციელებელი ბედნიერების ძველი ისტორიაა. კორნელი დიდხანს ვერ ივიწყებდა მერმე თავის ჭეშმარიტ პირველ სიყვარულს, ნინოს უკანასკნელ კოცნას. იგი სწვავდა მის ბაგეებს, ნეტარ ხუმანში ახვევდა მას, რაღაც ბუნდოვან იმედებს უღვიძებდა. მაგრამ ახალმა ცხოვრებამ, ამბების სწრაფმა დინებამ, ახალმა ადამიანებმა დაჩრდილეს, ჩააქრეს ის მოგონებები და წარსულის ბუნდოვანი იმედებიც. კორნელის სიჭაბუკე დამთავრდა. ახლა სიმწიფეში შესული კაცის სასურველი ხანა იწყებოდა. კორნელის სიჭაბუკე დამთავრდა. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ. რომანის დასასრული.